ლარსის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო ყველა სამთავრობო უწყება მობილიზებულია. ტარდება გადაუდებელი სამუშაოები. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის ლარსის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო 135 კილომეტრზე საშიშ ზონაში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დევდორაკიდან მიღებული ზვავ საშიშროების განგაში სიგნალის მიღების შემდეგ განხორციელდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ყაზბეგის თანამშრომელთა ევაკუაცია. ამჟამად ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების, ასევე ფიზიკური პირების გადაადგილება შეჩერებულია. შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურს. პროცესებზე დაკვირვება გრძელდება, რაშიც ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნული სახელმწიფო უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე იმყოფებიან გეოლოგები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ავიაცია მზადაა საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მოქალაქეების ევაკუაცია და საკონტროლო შემოფრენა, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.